ვისა კიდევ ერთხელ 9 საათი და 15 წუთია რადიო იმედს უსმენთ, რა თქმა უნდა, FM 105-სა და 9-ზე და ჩვენი დილის ეთერის პირველი სტუბარი უნდა წარვადგინოთ და პირველი გამხსნელი თემა, რომელიც უკავშირდება ჩვენს პირად პერსონალურ ინფორმაციას. პერსონალური მონაცემების დაცვა დღევანდელ დღეში, როდესაც სოციალური ქსელი და ზოგადად ციფრული სამყარო საგრძნობლად გვიტევს და როდესაც ჩვენ თვითონაც ბევრ რაღაცას ვცოდავთ, მოდით ვაღიაროთ, ეს ცალკე გამოწვევაა, ხოლო უწყებრივ დონეზე მეორე მიმართულებით საქართველოში არის სიახლე იმ მხრივ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო როგორც ასეთი გაუქმდა და შეუერთდა აუდიტის სამსახურს და ის სხვადასხვა მიმართულებაზე როგორც უწყებრივ ნაწილში ასევე პირადად ჩვენთვის გაკეთებულ კარგ რეკომენდაციებში მოგვეხმარება ჩვენი სტუმარი, რომ უფრო კარგად გავერკვიოთ ამ თემაში. ჩვენი სტუმარი გახლავთ ნინო ქურასბედიანი, რომელიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი და იურისტი. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამ დილა ადრიან რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის. და მოდით პირველი თემა დავიწყოთ სწორედ ეს უწყებრივი ნაწილი, რომ კარგად აუხსნათ ჩვენ მსმენელს, მოქალაქისთვის რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ცვლილება, რომ როგორც სააგენტო გაუქმდა და შეუერთდა პერსონალურ მონაცემთა დაცვა აუდიტის სამსახურს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეუერთდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იგივე ფუნქციებით, იგივე როლით. შესაბამისად მოქალაქისთვის მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ფუნქციურ ნაწილში, უფლებრივ ნაწილში არაფერი შეცვლა და თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მოქალაქეს აქვს კვლავ უფლება, ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც აქამდე აძლევდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, დღესაც ისარგებლოს ამ უფლებებით და დღეს უკვე მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ გაუჩნდება განცდა, რომ ის პერსონალური მონაცემების კანონიერ დამუშავებას ადგება ზიანი. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფლებრივ ნაწილში მოქალაქეს არაფერი შეზღუდვია ამ ინსტიტუციური ცვლილებით. აი კანონიერ დამუშავებაში რა შედის და მინე თქვენი გამოცდილებიდან როგორც დაცვის ექსპერტი, როდესაც თანამშრომლობთ დიდ კომპანიებთან და აკვირდებით თუ როგორ მიდის ეს პროცესი, აი თუ შეგიძლიათ გავმიჯნოთ რა ჯდება იმაში, რომ კანონის ფარგლებში კომპანიამ იცოდეს ჩემი მაგალითად პერსონალური მონაცემები და რა არის უკვე კანონს მიღმა და რა გადადის უკვე დარღვევაში. ყველაფერი რაც ჩვენ გვეკუთვნის, კონკრეტულ ადამიანებს ეხება, ყველაფერი პერსონალური მონაცემია, როდესაც შეგვიძლია ადამიანის იდენტიფიცირება, შესაბამისად ამ მონაცემების გამოყენება, რომ კანონიერად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი. ანუ არსებობდეს ლეგიტიმური საფუძველი იმისი, ანუ შესაძლებლობა კანონის მიერ იმისი, რომ ჰქონდეს ორგანიზაციას, იქნება ეს კერძო თუ საჯარო უფლება ჩვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს. კანონიერების შესაძლებლობას აძლევს როგორც მაგალითად ჩვენი თანხმობა, გააზრებული ქმედება ჩვენი იმისთვის, რომ კონკრეტული სერვისი მივიღოთ, კონკრეტული შესაძლებლობით ვისარგებლოთ, ჩვენ თვითონ ვაძლევთ მათ ჩვენს პერსონალურ მონაცემებს იმ დოზით ბუნებრივია, რა დოზითაც ამის საჭიროება არსებობს და ასევე არის პროცესები, რომელსაც თვითონ კანონი არეგულირებს. კონკრეტულად კანონით არის გათვალისწინებული რა მონაცემების გადაცემის, გასაჯაროების, გამჟღავნების საჭიროება არსებობს. თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც გარკვეული ტიპის მონაცემები ისედაც საჯაროა. ამ ტიპის რეგულაციებს კანონი აწესებს და ყველა ის პროცესი, რომელიც კანონით დაწესებულ ვალდებულებებს ცდება, უკვე კანონის მიღმა პროცესია და უკვე არალეგიტიმურ დამუშავებასთან მივდივართ. ამიტომ ყველა პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზანი იყოს განსაზღვრული, ზუსტად ვიცოდეთ რა მიზანი აქვს ჩვენი მხრიდან, ან ორგანიზაციის მხრიდან მონაცემების გამოყენებას და თუ კი ეს მიზანი არალეგიტიმური, არაკანონიერია, არ ემსახურება საუკეთესო ინტერესებს, არ ემსახურება იმას, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები კანონისმიერი მიზნებიდან გამომდინარე მუშავდებოდეს, ყველა პროცესი უკვე კანონს ცდება და შესაბამისად პროცესები უკანონოა. აი მაგალითად სახელი და გვარი მისამართი, ჩემი ხელფასის რაოდენობა, მაგალითად ოჯახური მდგომარეობა, შვილები, მშობლები, მერე უკვე შვილებისა და მშობლების მათი პერსონალური მონაცემები. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და სამუშავებელი ინფორმაცია, თუ მე თანხმობა მაქვს ამაზე მიცემული? იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება არსებობს და საჭიროება აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს იმ მთავარი პროცესებიდან, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს, ხო? და ან იმ პროცესებიდან რა შედეგის დადგომაც მე თვითონ მსურს. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, რომ მაგალითად ჩვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ახსენე ასევე მარიკა ხელფასის რაოდენობა, ხო, რომელიც უკვე სენსიტიური ინფორმაციაა, ხო, რომელსაც შეიძლება სტიგმატიზაცია გამოიწვიოს, ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დამუშავდეს, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. უნდა იცოდეს მხოლოდ იმან, უნდა
უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე წვდომა მხოლოდ იმას, ვისაც ეკუთვნის ამ ინფორმაციის ცოდნა. შესაბამისად, თუ კი მე ვაძლევ ამაზე თანხმობას, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში უკვე არსებობს ფორმალური შესაძლებლობა, რომ ეს მონაცემი დამუშავდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ეს ჩემი თანხმობა და სურვილი არის გააზრებული და ნამდვილად ვიაზრებ თუ არა იმ საჭიროებას, რაც ამ ყველაფერს ემსახურება, თუ უბრალოდ თანხმობის ფორმით არის შეფარული კონკრეტული ქმედება და ეს არ არის ნების ნამდვილი გამოვლენა. ამასაც აქვს მნიშვნელობა, რა მიზანს ემსახურება ამ ყველაფრის გასაჯაროება. და აი ექსპერტი სწორედ ამას აკონტროლებს კომპანიებში, რომ რა შემთხვევაში არის ადამიანი თანახმა და რა შემთხვევაში რაღაცა როგორც ხალხურ ენაზე ვიტყოდით, რაღაც საბუთებს აწერს ხელს უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა ეს არის ბიუროკრატია და ამ დროს იპარება აქ ბევრი ინფორმაცია. თავარი მიზანი ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ან იმ პირების, რომლებიც ორგანიზაციას მომსახურებას უწევენ ამ მიმართულებით, არის ის, რომ პროცესი, რომელიც არსებობს ორგანიზაციაში, შეაფასოს რამდენად ლეგიტიმურია, თუნდაც ის სტანდარტი, რომელიც ორგანიზაციაში არსებობს, აი მაგალითად ხელშეკრულებას აწერს ხელსო, ხო, პირობითად რაღაცა ანკეტას ავსებს. ის მონაცემები, რასაც ეს ანკეტა მთხოვს, რამდენად შესაბამისია მიზნის პროპორციული რამდენად არის. ხომ ძალიან ხშირად არის, რომ გვახსენებენ რაღაც უამრავ შეკითხვაზე. თავარი როლი რეალურად ეს არის ორგანიზაციისაც, რომ გადახედოს ამ პროცესებს პერიოდულად, ნამდვილად გვჭირდება თუ არა იმ დოზით მონაცემი, რა დოზითაც ვთხოვთ პირობითად აპლიკანტს ან ხელშეკრულების მეორე მხარეს და ის ინფორმაცია, რომელიც ამ მიზნის მიღწევისთვის არ არის საჭირო, ყველაფერი ზედმეტია შესაბამისად ან ორგანიზაციაში შესაბამისმა პირმა, ან მაგალითად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა ამ ყველაფრის რევიზია უნდა განახორციელოს და სწორედ მან უნდა გასცეს რეკომენდაციები ორგანიზაციაში, რა არის ზედმეტი, რა მონაცემი არის რელევანტური. და აი ოფიცრის ყოლის ვალდებულება უკვე ყველა ორგანიზაციას აქვს თუ რისი მიხედვით ისაზღვრება რომელ ორგანიზაციას უნდა ყავდეს და რომელს არა. თუნდაც ამ ახალი ვთქვათ რეორგანიზაციის შემდეგ და აუდიტთან შეერთების შემდეგ თუ გაიზარდა ვალდებულებები ორგანიზაციებისთვის. 2024 წელი იყო 1 მარტი, როდესაც ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ახალი რეგულაციები, რომელმაც გააჩინა გარკვეული რიგი ვალდებულებები ორგანიზაციის. თუმცა თვითონ ოფიცრის ინსტიტუტი სავალდებულო გახდა ორგანიზაციებისთვის 2024 წლის 1 ივნისიდან და კანონმა განსაზღვრა კონკრეტული ორგანიზაციები, ვისაც სავალდებულოდ უნდა ყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. აი რის მიხედვით განისაზღვრა თქვათ დასაქმებულთა რაოდენობით, მასშტაბით, არა მხოლოდ დასაქმებულთა რაოდენობით, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, ისეთი ორგანიზაციები, როგორც არიან სამედიცინო საბანკო დაწესებულებები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მათ შორის ორგანიზაციები, რომლებიც მაგალითად შედარებით სენსიტიური ხასიათის ინფორმაციას ამუშავებენ, სადაც მეტი რისკია, მეტი ალბათობა არის იმისი, რომ მათი მხრიდან მონაცემების დამუშავებას მეტად მატრამვირებელი შედეგები შეიძლება მოყვეს, იქ უკვე სავალდებულოდ განისაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლა, მათ შორის ყველა საჯარო დაწესებულებას ცალსახად აქვს ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მას რამდენი დასაქმებული ყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ასევე გვაქვს ზოგადი დათქმა კანონში, თუ კი მოსახლეობის ბოლო აღწერის 3%-ზე მეტის მონაცემები იყრის თავს ორგანიზაციაში, მათაც ასევე აქვთ ვალდებულება ყავდეთ ოფიცერი, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ახორციელებენ. ეს 3% შეიძლება იყოს არა მხოლოდ დასაქმებული და ძალიან დიდი ციფრია, ხო? დასაქმებულისთვის სადღაც 100,000 ხდება, 100,000 ხდება ეს, არამედ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მომსახურებას უწევ, ის ადამიანები, ვისი მონაცემები ჩვენთან არსებობს, ძალიან მარტივად, თუნდაც უბრალოდ აღწერილი ჰქონდეს ეს მონაცემები, შენ უკვე გაქვს ვალდებულება, რომ გარკვეული ბერკეტები შეიმუშაო იმისთვის, რომ იმ მონაცემს, რომელიც მე ორგანიზაციას ვანდე, რომელიც ორგანიზაციას განდეს, გარკვეული სტანდარტებით გაუფრთხილდე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე აღარ აქვს ვალდებულება ორგანიზაციას, რომ თქვათ, მაინც და მაინც კონკრეტულ საქმიანობის პროცესს ახორციელებდეს, თუ კი ამ რაოდენობის მონაცემს ამუშავებს, მის საქმიანობის მიუხედავად, მასაც აქვს ასევე ვალდებულება ყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელმაც უნდა დაამონიტორინგოს ეს პროცესები და დაეხმაროს როგორც მოქალაქეს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ნაწილში, ასევე ორგანიზაციას, რომ ის პროცესები, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ფიზიკურ პირებთან, ვისაც ეკუთვნით პერსონალური მონაცემები, იყოს კანონშესაბამისი. გასაგებია. აი ძალიან
ჩავფიქრდი იმ საკითხზე, რომელიც თქვენ დაასახელეთ და უკავშირდება ანკეტის შევსებას. ეხლა რატო ჩავფიქრდი გეტყვით. ციფრულ სამყაროში ვართ, მოგიხსენებათ და ინტერნეტის დაჭერა არის ეხლა ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ხო? განსაკუთრებით საზღვარგარეთ ძალიან ხშირია რომ სადმე რომ ვარ აეროპორტი იქნება ეს რამე დიდი დაწესებულება თუნდაც კაფეტერია მაგალითად თუ მინდა რომ დავიჭირო Wi-Fi-ს რასაც ვეძახით იქ ითხოვს რაღაც მონაცემების შევსებას რომ მომცეს წვდომა Wi-Fi-ზე ძალიან ხშირად ეს არის ტელეფონის ნომერი შემყავს მეილით შემყავს კიდე ხანდახან ან ქვეყანა რეგიონი ანუ ბევრ რაღაცა ისეთ შეკითხვას მისვამს რომელიც მე არ მგონია რომ აუცილებელია ინტერნეტის აჭერისთვის და ეხლა მას რატო ჭირდება რომ მე ამ ნომერზე და ამ მეილზე მიგზავნის რეკლამებს მაგრამ აი მე ხო ინტერნეტი რომ ჭირდება ამ წუთას იმ მომენტში თითქოს თანახმავარ და შემყავს ეს ყველაფერი და ამ დროს სადღაც ირღვევა უკვე ხო ჩემი სივრცე და ცოტა ზედმეტ ინფორმაციას მთხოვენ არა არის ბევრი და არის სრულიად გაუაზრებელი შეიძლება არასდროს აღარ დავბრუნდე არც იმ აეროპორტში და არც იმ დაწესებულებაში და იმ სივრცეში მაგრამ ხო მივეცი უკვე ჩემი ინფორმაცია არის ძალიან ბევრი პროცესი სადაც იმის საპირწონედ რაღაცა სერვისის მიღება რომ მინდა რაღაც ბენეფიტით რომ მინდა ვისარგებლო მიწევ ჩემი მხრიდანაც გარკვეული მონაცემი გავცე და ის უციერად რო გადაწყვეტილებას უკვე გამოვვალ მდგომარეობაში თუ აი როგორ არის აწყობილი ეს ფაქტობრივად ასე გამოდის რადგან თუ კი ამ ყველაფრის გარეშე შეუძლებელია მე იმ სერვისით ვისარგებლო გამოდის რომ ეს არის ერთგვარი პირობა იმისთვის რომ ეს მონაცემები თუ არ მომეცი მე სხვანაირად ამ სერვისით ვერ გასარგებლობ მაგრამ ცოტა არაკეთილსინდისფერი პირობა იმიტომ რომ ავალდებულებს მან არის ის რომ მხოლოდ იმდენი მომთხოვე და იმდენი მონაცემი წაიღე ჩემგან რამდენიც აუცილებელია რომ ჩემამდე ეს სერვისი მოვიდეს ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც ამ ვალდებულებას და აუცილებლობას ება უკვე შენი მხრიდან არაკეთილსინდისფერი შემოთავაზებაა და შეიძლება შენი შემოთავაზება ჩემთვის წამხალისებელიც იყოს პირობითად რომ ოღონდ რაღაცით ვისარგებლო იმ კონკრეტულ მომენტში და სამომავლოდ არ დავფიქრდე ჩემს მიერ დატოვებულმა მონაცემებმა რა რისკი მომიტანოს არა და რისკის მომტანია ეს ყველაფერი რასაც ვავსებთ რისკის მომტანია ნებისმიერი პროცესი სადაც პერსონალურ მონაცემს ტოვებთ მე ყოველთვის ვამბობ რომ სიმძაფრეს იმიტომ ვერ აღვიქვამთ ამ მონაცემების გამჟღავნებას რა შედეგები შეიძლება მოყვეს, რადგან ამას შეიძლება იმ წუთიერი მატრამვირებელი შედეგი არ გქონდეს. როდესაც მაგალითად ფიზიკურ დაზიანებას ვიღებთ იმ წუთას მეტკინა, რაღაცა დისკომფორტი მაშინვე ვიგრძენი. სადღაც რაღაცა მონაცემი დავტოვე, რომელიც თურმე არც იყო სავალდებულო და საერთოდ რომ აღარ მახსოვს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისე ამომიტივტივდეს, რომ უბრალოდ აღარ მქონდეს სურვილი გარკვეულ პირთა წრისთვის ეს ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ ამ სამომავლო რისკს ვერ ვხედავთ. ეს არის შესაბამისად იმ წუთას რომ მინდა რაღაცით ვისარგებლო იმ რისკებს ვერ აღვიქვამ ამას რა შეიძლება მოყვეს ამითი რა შეიძლება ისეთი გაფუჭდეს და რეალურად თუ კი უბრალოდ არ მაქვს სურვილი რომ ეს ინფორმაცია ვინმესთვის გახდეს ხელმისაწვდომი ამის შესაძლებლობაც მაქვს მაგრამ აი ძალიან მარტივი ყოველდღიური რეჟიმი აღვიქვათ რომელშიც მეც თქვენსა უამრავი ადამიანი ვართ ჩართული მივდივართ მაღაზიაში რაღაცას ვყიდულობთ მივდივარ აფთიაქში რაღაცას ვყიდულობ და იმიტომ რომ მაგალითად ფასდაკლებით ვისარგებლობ არაც ვატარებ ხო რეალურად ჩემს მონაცემს ტოვებ და მონაცემს შეიძლება იმ წუთას გონია რომ მე ვტოვებ მხოლოდ იმ მონაცემს თქვათ რაც არის ჩემი პირადი ნომერი ან ტელეფონის ნომერი მაგრამ სინამდვილეში მთელი ჩემი ისტორია რითი ვიკვებები რას ვყიდულობ რამდენს ვიხდი ხო ეს ყველაფერი რჩება ეს ინფორმაცია შესაბამისად თუ კი არაკეთილსინდისფერი მხარე იქნება საპირწონედ ამ პროცესებში ჩართული რეალურად არსებობს უკვე რისკი იმისი რომ ეს ინფორმაცია ჩემთვის არასასაკეთოდ იქნას გამოყენებელი თუმცა იმ წუთას მე მინდა იმ ბენეფიტით სარგებლობა და რეალურად იმ წუთას თანახმავარ მაგრამ ისიც ძალიან რთულია ხო რაღაცა აბსოლუტურ ვაკუუმში აღმოჩნდეთ უბრალოდ მნიშვნელოვანია ყველა ამ პროცესში ჩართულმა პირმა გაიაზროს რომ მხოლოდ იმდენი მომთხოვე ისე ააწყვე ორგანიზაციამ პროცესები რომ მხოლოდ იმდენი მომთხოვე რაც აუცილებელია იმისთვის რომ იმ ბენეფიტითაც ვისარგებლო პირობად ნუ შემიქმნი იმას რომ მონაცემი გჭირდება თუ არ გჭირდება მაინც გამომართვა იმიტომ რომ თქო წლებია რაღაცა ეს სტანდარტი ასე მუშაობს აი რატომღაც ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ იცის რომ წლებია ეს ასე კეთდება და ცოტა ეზარებათ ხოლმე გადახედვა პროცესების და მიყვებიან ინერციას, მაგრამ როგორც კი მათ თავს წარმოიდგენენ იმ პროცესში, მეორე მხარეს მდგომ პროცესში, ავტომატურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და უკვე აღარ მოსწონთ მათ მიერ დადგენილი პრაქტიკა. მაგრამ თუ კი სხვას ეხება და მე ორგანიზაციის მხარეს ვკავარ, გადაწყვეტილება ბევრად მარტივია, რომ მივიღო ესეც ფოტოშორის მე ძალიან მაწუხებს ხოლმე ის დანერგილი, არ ვიცი, ტრადიციად იქცა უკვე თუ წესად, რომ განსაკუთრებით ეს ხდება აფთიაქებში. ხმამაღლა უკარ ნახავთ პირად ნომერს.
ისეთი შემაწუხებელია ეს და თან მით უმეტეს თუ რიგია და ყოველთვის ახლა სამწუხაროდ არ არის საზოგადოებრივი კულტურა ისე დაცული რომ აუცილებლად მხართან ვიღაც გიდგას როგორც ბანკომატთან იციან ხო და სადღაც ოპერატორი ზის და მიკარნახე პირადი და კარნახობ და იმას ხმამაღლა შეყავს 2 არა 3 და რაღაცა გამოაცხადებს ხო სახას და გვარს და რა იყიდე იმას გამოაცხადებს და რაღაცა ძალიან არაკომფორტული შეგრძნებაა ხოლმე და ეს ჩემშია პრობლემა თუ ზოგადად არ უნდა იყოს ორგანიზაციას თქვათ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ორგანიზაციას იმიტომ რომ ეს დისკომფორტი არ შემიქმნა შეუძლია განსხვავებულად და შემოთავაზოს სერვისი დამავალდებულე რომ წარმოვადგინო ბარათი ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას ხო ან პირადობა მივაწოდოთ მე შემოხვედრიან მოქალაქეები რომელსაც ფურცელზე აქვს ამოწერილი პირადი ნომერი და იმიტომ რომ ხმამაღლა არ გაიმეოროს ამას აწუდის ხო მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოების კულტურა არ არის მიჩვეული შეიძლება ეს ქმედებაც გაუკვირდეს შენგან, მაგრამ დამავალდებულე შემომთავაზე მექანიზმი რომ აუცილებლად ფიზიკურად ვატარო ბარათი. თუ ფიზიკურად ბარათის ტარება ვინმესთვის დისკომფორტია, აი გარკვეული პერიოდი იყო აპლიკაციას ვატარებდით ხოლმე, ხო? თუ დაგროვება მინდოდა. რეალურად შენ თუ იმ ბარიერს ჩამიკეტავ, რომ მე სხვა შემთხვევაში ამ ბენეფიტით ვერ ვისარგებლებ, მე იძულებული გავხდები, რომ ეს ფიზიკურად მქონდეს ბარათი, ან აპლიკაცია გავატარო, ან პირობითად პირადობა მოგაწოდო და შენ თვითონ არ მკითხო მითხარით პირადი ნომერი, მაგრამ აი ეს უნდა დაარეგულიროს ექსპერტმა რომელიც ეს არის ის რეკომენდაცია, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანი იქნებოდა შესაბამისი მიმართულების სამსახურებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ან იმ პირმა, რომელიც ამ მიმართულებით კონსულტაციას უწევს, შესაბამისმა კონსულტანტმა გაუწიოს რეკომენდაცია, რომ თქვათ პროცესები ასე დარეგულირდეს. თუმცა, თუ შევხედავთ ბიზნეს ინტერესიდან, ჩნდება ახალი გამოწვევები, ეს დამატებითი ხარჯია, დამატებითი რესურსია ორგანიზაციისთვის, შეიძლება ამან დრო გაწევს და მათთვის შეიძლება მარტივი იყოს პროცესი, რომ მითხარი პირადი ნომერი, მითხარი ტელეფონის ნომერი და არა და ამ დროს მე მინდა იმ ბენეფიტითაც ვისარგებლო, თუმცა არ მინდა რომ ხმამაღლა გავაშერო ჩემ პირადი ნომერი. სავსეა მაგალითად აფთიაქი. ერთია რომ აფთიაქი სავსეა და მე არავის არ ვიცნობ, მაგრამ შეიძლება იქ არის ვიღაცა, რომელსაც მე ვერ ვხედავ, ის მიცნობს და კარგი შესაძლებლობაა ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩემი პირადი ნომერი მოიპოვოს. სამწუხაროდ ამ რისკებს ესე სენსიტიურად არ ვუყურებთ ხოლმე. ამიტომ გამოსავლები არსებობს. ბანკში ხშირია და ბანკში კიდე უფრო სარისკოა. ბანკში რო ხარ და პირად ნომერს ამბობ პირდაპირ ხო ანუ ხო ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ძალიან მიჩვეული ვართ სამწუხაროდ და ვერ ვხედავთ საფრთხეებს, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და აი რაღაცა თავარი რისკი რო გითხეთ, აი რა შეიძლება მოყვეს. შეიძლება ამას მოყვეს როგორც ფინანსური რისკი და ასევე სხვა დამატებითი მორალური რისკები, როგორიც შეიძლება იყოს პირადი ნომრის გამოყენებით, ვიცით რომ ძალიან ბევრი ხელმისაწვდომი პლატფორმებით დღეს შეიძლება ინფორმაციათა ერთობლიობით გარკვეულ მონაცემებზე გავიდეთ. მათ შორის გავიგო კონკრეტული ადამიანის საცხოვრებელი მისამართი, მისი ქონების შესახებ ინფორმაცია, მისი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, თუ პირობითად ბანკში ჩემი ახლობელი მუშაობს და გადაწყვიტა ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რაზეც ხელი მიუწვდება. ამიტომ ბევრი სხვადასხვა პროცესი ახლავს ამას. შეიძლება ფიზიკურ ზიანამდეც მიმიყვანოს ამ ყველაფერმა. გამიმჟღავნდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან სენსიტიურია ჩემთვის და მინდა რომ მხოლოდ ძალიან ვიწრო გარემოცვა მიცოდეს, ან თუნდაც ამ ვიწრო გარემოცვამაც არ იცოდეს. პირადი ნომრის ფრიალით აქეთიქით. პირადი ნომერი, სახელი, გვარი, უამრავი აპლიკაცია არსებობს, ხო, ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ. დღეს ძალიან მარტივია, რომ ჩვენი კონფიდენციალურობის დარღვევას ხელი შეეწყოს, ხო? ძალიან მით უმეტეს ამ შესაბამისად ჩვენ თუ გავუფრთხილდებით და მეტნაკლებად დავაზღვევთ ამ რისკებს, თორემ რეალურად ისია გარემო მოწყობილი და ეს არ არის ხომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, მსოფლიო გამოწვევაა ეს ყველაფერი. და ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ვახორციელებთ, ყოველთვის ტოვებს კვალს. აი, ელემენტარული ავიღოთ, როდესაც რაღაც სახალისო აპლიკაციებს გვთავაზობენ. ხა მეც გამიკეთებია, როგორი შეიძლება ვიყო გარკვეული წლების შემდეგ, ხო? არ რეალურად ამ დროს შენი მონაცემი შეკავს და ამ მონაცემს არც იცი ვის აძლევს ამას ამ მონაცემებს. საერთოდ სად მიდის ეს ყველაფერი მესიჯები იქნება ჩვენი მიმოწერები, აი სად არის პირობითად, როდესაც ვთქვათ რაღაცა ინტერესი მაქვს, ხო? მაგრამ არის გარკვეული საფრთხეები, უნდა ავწონოთ იმ კონკრეტულ შედეგს, რამდენად წონის ის, რასაც იმ წუთიერად მივიღებ. კი, ეს მართლა ესეა. და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან დიდ კომპანიებს, როგორც არის Google, Facebook და ასე შემდეგ, ვთქვათ, აქვს, ხო? ალბათ დაკანონებულად ის რომ არ უნდა გასცენ ჩვენი მონაცემები, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი მათ ხელშია ჩვენი კონფიდენციალობა. შემდეგ უკვე უცებ არის ხოლმე რომ გავიგებთ რაღაც ახალ ამბავს, რომ მაგალითად Google-დან 600-მა რა ვიცი 600,000-მა ინფორმაციამ გაჟონა. და მე ეძები ახლა იმ 600,000-ში ხარ ადამიანი თუ არა ხარ, ანუ
უკვე ის რომ ყველაფერზე მიბმულია ჩვენი მეილი, ჩვენი შესვლის თანხმობა და ასე შემდეგ, ეს უკვე ძალიან დიდ დაშვებას ვაძლევთ, რომ ჩვენზე ყველაფერი მინდობილი გვაქვს, ხო? როდესაც საუბრობთ ზოგადად ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, არსებობს დაუზღვეველი რისკებიც. ერთი ეს არის ადამიანური რესურსის ჩართულობა, რადგან კონკრეტული პირების კეთილსინდისიერებაზე ვარ დამოკიდებული, იმიტომ რომ აი თითოეულ ჩვენგანს, როდესაც გვაქვს გარკვეული ინფორმაციაზე წვდომა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სამსახურებრივი პროცესებიდან გამომდინარე, თუ კი ჩემი მორალური ფარგლები არ მზღუდავს იმაში, რომ გარკვეული მონაცემები არ გავცე ვიღაცებისთვის ხალხმისაწვდომი არ გავხადო, ვერანაირი ბერკეტი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მონაცემები იყოს სრულად უსაფრთხო, ხო? და მეორე არის, როდესაც არსებობს, თქვათ, გარკვეული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები იმ კუთხით, რომ შეიძლება კიბერშეტევა განხორციელდეს, ხო? და ბარათი რამდენჯერ არის მიბმული რაღაც გადახდაზე და რაღაც საიტებზე, სადაც საკითხი რამდენად სანდო არის ეს ვებგვერდები და თქვათ, ამ ვებგვერდების უკან რამდენად არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც პირობითად შეფარვითი იყენებენ ერთი შეხედვით პირობითად სწორწყაროებს, სადაც ამ ინფორმაციას ვინახავთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მინიმალური პროცესები დავაზღვიოთ, სადღაც არ შევინახოთ, არ მივაბათ მუდმივად ბარათი, თუმცა ჩვენთვის დისკომფორტია, ხო, რამდენჯერაც რაღაცის შეძენა მინდა, ყოველჯერზე რომ თავიდან შეიყვანო, ხო, ამიტომ გარკვეულწილად ამ რისკებს გავდივართ. თუმცა მაინც არსებობს ბუნებრივია დაუზღვეველი რისკები, რომლებიც სადღაც შეიძლება წინ დაგხვდეს და ძალიან რთულია სოციალურ სივრცეში, ინტერნეტ სამყაროში, შემდეგ მივდიოთ იმ მონაცემს და შეუძლებელიც არის ერთი პირველ წყაროს მივაგნოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი და გავიდეთ იქამდე, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება კონდეს წვდომა. თქვათ, რაღაც გასაჯაროვდა, ხო? კი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა, თქვათ, ეს ინფორმაცია, მაგრამ იმ პერიოდში ვერ განსაზღვროთ, რამდენი ადამიანისთვის იქნა ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი, რამდენმა ვის გაუზიარა, რამდენმა შეინახა. კი ბატონო, ასეც ამიტომ ახლავს ეს რისკები ამ ყველაფერს, როდესაც ვსაუბრობთ, მაინც ვირტუალური სფეროა, ხო? და მით უმეტეს დღეს ძალიან მომეტებულია ამ კუთხით ინტერესიც, რომ პირობითად და კიდევ უფრო მეტი გავიგოთ მათზე, ვისი პერსონალური მონაცემებს რეალურად ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან კონკრეტული პირადი ცხოვრება, იმიტომ გააჩნიათ ადამიანებს, რომ ის არის მისი პირადი და სამართლებრივ ნორმებს რომ თავი დავანებოთ, ეთიკურობის და კულტურულობის ნაწილიც არის, ხო? რადგან ეს არის მისი მას ეკუთვნის, უნდა დავუტოვოთ მას და თუ არ აქვს სურვილი, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს, იყოს მისთვის კონფიდენციალურად დატოვებული ეს ინფორმაცია. ამიტომ ერთია სამართლებრივი ჩარჩო და მეორეა მორალური ნაწილი. შეიძლება სადღაც შემა ეთიკამ და მორალმა არ გამიშვას, რომ ხისი პერსონალური ინფორმაცია ხელაღებით გამოვიყენო. ყოველთვის წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი იმ კონკრეტულ მომენტში, სხვა რომ ასე მოქცეოდა ჩვენს მონაცემებს, რამდენად მატრამვირებელი და გზნობიარე იქნებოდა ჩვენთვის ეს ყველაფერი. თუმცა ქართულ ტემპერამენტში ცოტა გვიყვარს ხოლმე. თუმცა მძიმე შედეგებიც გვახსენდება ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებით პირადი ცხოვრება, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს და ძალიან ხელშესახები ხდება ხოლმე სამწუხაროდ, შემდეგ ეს ძალიან დიდ ტრამვას ტოვებს. ნამდვილად და სამწუხაროდ საპირწონედ ძალიან რთულია რაიმე ისეთ შედეგზე გავიდეთ, რომელმაც შეიძლება გადაწონოს ის პროცესი, რამაც თქვათ რეპუტაციული ზიანი მოგაყენა, მორალური ზიანი მოგაყენა. ვიღაცას შეიძლება ერთი შეხედვით არათუ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან გრძნობიარეა, პირობითად დაიწევს დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტად აქციოს ადამიანი, ან სტიგმატიზირებული აქციოს ადამიანი, რომელიც შეიძლება ძალიან უმტკივნეულო ინფორმაციის გაზიარებაც არ მსურდეს, თუნდაც ჩემი დადებითი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაც არ მსურდეს და მე როგორც ადამიანს ამის უფლება მაქვს. თუმცა ჩვენ ამას ვერ ვიაზრებთ, რომ როგორ შეიძლება, რატომ შეიძლება არ მინდოდეს ეს ხომ დადებითი შედეგია, მაგრამ იქნება არ მსურს უბრალოდ ეს ყველაფერი გავაზიარო და უნდა დავუტოვოთ ადამიანებს შესაძლებლობა, თუ კი ამისი აუცილებლობა არ არის კანონისმიერი, ბუნებრივია, დარჩეს მათი პირადი მათთან და თუ კი მათ არ აქვთ ამის სურვილი, ეს ინფორმაცია დავტოვოთ კონფიდენციალურად. ასეა. თქვენ ახლა საუბრობდით რამდენიმე წუთის წინ ორგანიზაციებთან ურთიერთობა რო იწყება და იქ ხელშეკრულებას და თანხმობას ვაწერთ ხელს, ამასაც რამხელა მნიშვნელობა აქვს და ექსპერტმაც უნდა გააკონტროლოს, ოფიცერმა უბრალოდ გააკონტროლოს, რომ სად არის ზღვარი, ხო, რამდენზე აწერნებ ადამიანს ხელს. იგივე მოცემულობა ციფრულ სამყაროში გადავიტანოთ, ყველა ახალ საიტზე შესვლის დროს გვთავაზობს ეს საიტი რაღაც cookie ფაილებს და რაღაცებს დავეთანხმოთ.
აი თავს დავდებ, რომ ჩემი ჩათვლით 10-დან ალბათ 9 არ კითხულობს ამ ფაილებს, ამ cookies რა არის და ეგრევე accept, ანუ დათანხმებას ვაძლევთ და არავინ არ იცის მე ის რა წვდომას რეალურად ეს არის ანალიტიკა, რომელსაც აკეთებს ვებგვერდი, მზადჩანაწერების პოლიტიკას ეძახიან ამას და რეალურად ეს არის ვებგვერდისთვის განკუთვნილი, იმიტომ რომ იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ეს პროცესი აქვს დარეგულირებული, ხელი შეუწყოს ვებგვერდის განვითარებას. ხო, ის თავისთავად ფიქრობს ვებგვერდზე, რა თქმა უნდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონდეს არჩევანის შესაძლებლობა სავალდებულოდ კი არ დავეთანხმო. მომეცი უარყოფის შესაძლებლობაც, რადგან შეიძლება მე არ მინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. ეს არის უკვე ჩემი ნების ნამდვილობის გამოვლენა და არა ის, რომ პირობითად ერთი შეხედვით თანხმობას მიქცევ აუცილებელ პირობად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ამ ყველაფერს მოაქვს ის, რომ უბრალოდ ჩვენს ტრაფიკს ამ ვებგვერდზე უყურებს, რომელიც დაეხმარება პირობითად ამ ვებგვერდის დეველოპმენტს, რომ განავითაროს ეს პროცესი, იმიტომ რომ მე რომ მომავალში შემოვალ ისე ამ ვებგვერდზე უფრო მარტივად მომცე შესაძლებლობა, რომ მივაგნო იმას, რასაც ვეძებ, თუმცა კარგი სტანდარტია, თუ მაგალითად გასაგებია შენ ინტერესის საიკმაყოფილე განახორციელე ეს ანალიტიკა, რომელიც გივითარებს პროცესებს და აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზანია, თუმცა მომეცი არჩევანის შესაძლებლობა. აი თანხმობა ახსენეთ, ხო, მწეღან. თანხმობა მაშინ არის ნების ნამდვილობის გამოვლენა, როდესაც მაძლევ შესაძლებლობას არჩევანი გავაკეთო, რაღაც პროცესებზე ვიყო თანახმა, რაღაც პროცესებზე არ ვიყო თანახმა. ანუ არასთქმაც თუ შემიძლია და მაშინვე თანხმები ეგარი ნამდვილი აუცილებელი პირობა, ხო? ძალიან ხშირად გვაქვს პროცესებში, რომ თანხმობაში გვაქვს შეფარული პროცესი. რეალურად ეს არის აუცილებელი პირობა. თუ შენ სავალდებულოდ ამ ყველაფერს არ დაეთანხმები, ასეთ შემთხვევაში პროცესზე შესაბამის შედეგს ვერ დააყენებ. თუმცა ეს უკვე თანხმობა აღარ არის, ხო? ეს არის პირობა. რადგან თანხმობა თავისი არსით გულისხმობს, რომ მე რაღაცა პროცესზე ან თანახმა ვარ, ან არჩევანის შესაძლებლობა მქონდეს, ხო? არ ვარ თანახმა. ნება უნდა გამოვხატო და თუ არჩევანს არ მაძლევ ამ შემთხვევაში, ეს გავს თანხმობას, თუმცა ეს ნამდვილი თანხმობა არ არის ბუნებრივია. ეგ ადამიანურ ურთიერთობებშიც ხო არის და ფსიქოლოგებიც ხშირად ამბობენ, რომ როდის არის ზეწოლა, როდესაც მე თქვენ რაღაცას გეკითხებით და უარის შემთხვევაში უკვე ვიცი რომ არ ვიღებ ამ უარს, ეს უკვე არ არის შეკითხვა, ეს არის რაღაცა დავალდებულება ადამიანის და თუ უარიც მისაღებია და თანხმობაც, მაშინ ეს ნამდვილი და ჯანსაღი შეკითხვაა. შესაძლებლობა კი ბატონო და აუცილებლად განმიმარტე ასევე, რისთვის გჭირდება კონკრეტულად ჩემი თანხმობა რომ განვაცხადო, ეს რა მიზანს ემსახურება და არა ზოგადად ვიყო ყველაფერზე თანახმა, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში ყველაფერი საჭირო იყოს და ყველაფერზე ვიყო თანახმა. ზუსტად უნდა მითხრა, ჩემი თანხმობა რა კომპონენტზე გჭირდება, ხო? ბუნებრივია. აი, უკეთესად რომ წარიმართოს მთელი ეს სისტემა და პერსონალური მონაცემების რგოლი იყოს, თქვათ, აი, საუკეთესოდ აწყობილი, თქვათ, ჩვენს რეალობაში და იმ კომპანიებში, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული. აი, ყველაზე მთავარი რა უნდა მოგვარდეს? ეს არის, თქვათ, ოფიცრების რაოდენობის გაზრდა, კონტროლის გამკაცრება, თუ აი, რა არის მთავარი ნაწილი, რაც ყველაზე მეტად ხელს შეუწყობს ამ პროცესის გაჯანსაღებას? ერთ-ერთი მთავარი არის პირველ რიგში მოქალაქეების ცნობიერების გაზრდა. რაც როგორ ხდება? არა მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში, არამედ ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებითაც. ეს ამის ყველაზე კარგი გზა ალბათ არის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, როდესაც ინფორმირებას მოვახდენთ კონკრეტული მოქალაქეების, ყველა იმ პირის, რომლის მოქმედებებზეც დამოკიდებულია ჩვენი მონაცემების კონფიდენციალურობა. ორგანიზაციები აბსტრაქტულად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. ხო, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ პროცესებში ჩართული, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, სათანადოდ გადამზადდეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ცნობიერება იქნება გაზრდილი, ის რისკები დავანახოთ და საფრთხეები ორგანიზაციებს, რა შედეგებიც ამ ყველაფერს მოყვება. და უნდა გავიაზროთ, რომ ორგანიზაციისთვის არა მხოლოდ ფინანსური ინტერესი, არამედ რეპუტაციული ინტერესიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ბუნებრივია თითოეულ მოქალაქეს ალბათ ენდომება ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლოს, რომელსაც კარგი რეპუტაციული გამოცდილება აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაფიქრდნენ ორგანიზაციები იმაზე, რომ ეს ყველაფერი მათ რეპუტაციისთვის შეიძლება დამაზიანებელი იყოს. რაც შეეხება თვითონ ოფიცრებს, მნიშვნელოვანია რომ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნდეთ, ბუნებრივია და ეხმარებოდნენ ორგანიზაციებს სწორი გამოსავლები აპოვნინონ, ანუ სწორად დაურეგულირონ პროცესები. გაითვალისწინონ როგორც ბიზნეს ინტერესი, ასევე სახელმწიფოებრივი ინტერესი, როდესაც საჯარო დაწესებულებებს ეხება საქმე და ამ პროცესში ბალანსი სწორად იქნას დაცული, როგორც კერძო ინტერესი, ისე საჯარო
ინტერესებს შორის, რადგან მეორე მხარეს დგას ადამიანი და ადამიანის უფლებებიც და ასევე სხვა დანარჩენი კანონიერი ინტერესებიც ორივე მნიშვნელოვანი უფლებაა, ხო? შესაბამისად ამ ყველაფრის ბალანსის დაცვის ვალდებულება იკისრება სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ამ პროცესში. ახალი კანონით, პრინციპში აღარ არის ახალი 2024 წლის პირველი მარტიდან უკვე მოქმედებს მეორე წელია, თუმცა მაინც დაბალია ცნობიერება ამ კუთხით და ამ კანონის ყველაზე მეტად ხელცნობიერების ამაღლებას, თქვათ მედიის მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, აი სხვა კიდე რომლებიც მიიტანს თითოეულ ადამიანამდე იმ ინფორმაციას თუ რა რისკები ახლავს ამ ყველაფერს და რა შედეგები შეიძლება დაგვიდგეს, როდესაც პერსონალური მონაცემების არალეგიტიმურ გამოყენებაზე ვსაუბრობთ. კანონში ჯარიმები საკმაოდ გამკაცრებულია, განსაზღვრულია უმაღლესი ჭერებით, საჯარო დაწესებულებას მაგალითად 10,000 ლარიანი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს ერთჯერადად და იკრიბება ჯამურად ჯარიმების რაოდენობა. ხოლო კერძო დაწესებულებებს თუ 500,000 ლარზე მეტი აქვს წლიური ბრუნვა, 20,000 ლარიანი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამანაც იმუშავა მეტნაკლებად, თუმცა ერთია ეს სანქციების ოდენობა და მეორეა ის, რომ არ მივიდეთ ამ სანქციამდე, შესაბამისად გქონდეს ინფორმაცია და მზაობა იმის, რომ პროცესები დარეგულირდეს ორგანიზაციაში, ისე რომ მე რომ ვანდე ჩემი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციას, მქონდეს ნდობა და გარანტია იმისი, რომ ჩემი მონაცემები მათთან უსაფრთხოდ იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მე მგონი, იმედია ჩვენი მსმენელიც დაგვეთანხმება ამ ყველაფერში. ქალბატონ ნინო გურაზბედიანთან ერთად საუბრობდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის რისკებზე, გამოწვევებზე და მცირე რჩევებიც მივეცით, მე მგონი ჩვენს მოქალაქეებს რა მიმართულებით უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, იმ მხრივ რომ ჩვენი ინფორმაცია, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი პირადი ცხოვრება და ჩვენი პერსონალური მონაცემი იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე აქამდე იყო. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მადლობა ბედნიერად და წარმატებულ დღეს გისურვებთ. იგივე სურვილი მექნება ჩვენი მსმენელების მიმართ. FM 105.9-ზე რადიო იმედის ეთერში ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მაუწყებლობას. დარჩით ჩვენს ტალღაზე. მე შემოგიერთდებით 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. 112-ის ოპერატიული სისტემა როგორ მუშაობს, როგორია ოპერატორების მდგომარეობა, მათი გადამზადება, რა რაოდენობის ზარებს პასუხობენ, როგორ რეგულირდება მთელი ეს სისტემა და სხვა ყველა შეკითხვა, რაც 112-ის ირგვლივ გვაქვს. დაგველოდეთ, მალე დაგიბრუნდებით, გააგრძელეთ რადიო იმედის მოსმენა FM 105.9-ზე დროებით.